ეს სადღაც 10 დღე და თავღია. აკოთებულია. ამას ძალიან მდიდარი არომატები აქვს. ეს კიდია ხო დარჩენილი. რაცა დარჩენილი გადაასხეთ ყველა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან კარგი გადაცემაა და პირველ რიგში ჩვენ როტებს ესე ვიტყოდი გვეძლევა იმის საშუალება რომ ძალიან კარგი ბევრი გერმანული ლუდი დავაგებულოთ. მეტი რა გვინდა? გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ბატონიშვილთა, მივესალმებით ჩვენ მაყურებლებს. დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და მოგეხსენებათ რომ საქართველოს გავიდა ევრო ჩემპიონატზე, ამიტომაც წამოვედით საქართველოსთან მანქანით გერმანიაში, გავიარეთ 4200 კილომეტრი ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროდ. ფეხბურთის გარდა რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა ადამიანმა გერმანიაში? ფეხბურთის გარდა აუცილებლად უნდა გაისინჯოს ადგილობრივი სახეობის ლუდები. დღეს ჩვენ გვექნება 16 სახეობის ლუდის დაგემოვნება, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და ჩვენი გემოვნებით 5 ადამიანი შევაფასებთ, ისე რომ არ გვეცოდინება რომელ ლუდს ვსვავთ და 5 ადამიანი შევაფასებთ, გამოვავლენთ ჩვენთვის, ჩვენი გემოს რეცეპტორებისთვისა და ჩვენი გემოვნებისათვის საუკეთესო ლუდს. ვნახოთ აბა რომელი იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის საუკეთესო ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით და ასე შემდეგ. აბა დავიწყეთ. რა. ხო გავანეიტრალოთ კოკაკოლის გემოთი. რთული არჩევანია. ეს გამოვრიცხოთ პირველი. ეს არ მომეწონა. ამ სამ შორის უნდა ვარჩიო ორი. პირველი და მეოთხე. აი. ფერის ხო შეიძლება შევამოწმო. ეს მაინც ხომ უნდა დავდივახ. რა თქმა უნდა. შეგეძლო. ჩემ ნეტვორკში გადადის მეორე და მეოთხე. ვაგრძელებთ. ახალი გემოები შემოვიდა თამაში. არ მომიხებია მოდებით საერთოდ. ეს სამი გავუფილტრავი არის და ეს არის რაღაცა გაფილტრული უბრალოდ. და ეს არის რა გამახსოვრ ამის გამო. შენოტურში გადავიყვან მეურნეს და მესამეს. არ არის რთული არჩევანი. რთული არჩევანი მოხდა პროსტა. მაინც. დავლებდა. შემოწურში გადადიან პირველი და მეოთხე. გავსინჯა მაშინ. აქ ორი უნდა ვარჩიო, ხო? კი.
მივიღე გადაწყვეტილება. პირველი და ბოლო. კარგი. შევიხსნო ყველაფერი. ვაიმე, გართულდა არჩევანი. მივიღე გადაწყვეტილება და პირველი და მეორე გადიან ფინალში. ფინალია და უნდა ავარჩიე ჩემთვის საუკეთესო ლუდი ამ 16 ლუდით. დავიწყოთ დაგემოვნება. ვახ, რთული არჩევანია ძალიან. აი, მივიღე გადაწყვეტილება, ჯერ ამოვაყენე, მაშინ რომელსაც ვერ გაიმარჯვა. შენი აზრით რომელს გაამარჯვებინე ახლა? ეხლა გავამარჯვებინე ჰაკერშორს ასამდე. კარგი. რომელმაც გაიმარჯვა გამოწეკუჩები. ამან გამარჯვა. კარგი. დანარჩენსამ გადავწყვეტ. ბენედიქტინერი დამარცხებული ფინალში. კაპუცინერი დამარცხებული. კრონბახერი დამარცხებული და გამარჯვებული არის შოპერჰოფერი. ჩემთვის საუკეთესო ლუდი აღმოჩნდა ამ 16-დან შოპერჰოფერი. ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ლუდებია დარჩენილი. ფიქრობ, რომ ერთ-ერთი აქედან უნდა იყოს